კოლეგებო, მოგესალმებით, კვორუმი არის, შეგვიძლია დავიწყოთ ბიუროს ხდომა. თავდაპირველად რაც შეეხება მიმდინარე კვირას, გახლავთ ბოლო სასესიო კვირა, პლენარის ხდომების კვირა მიმდინარე საშემოდგომო სესიაში, თუმცა დაანონსებული არის უკვე, რომ მომავალ კვირას გვექნება რიგარეშე ხდომები. ვარაუდობ, რომ იქნება 16-17 დეკემბერი, სამშაბათი, ოთხშაბათი, რიგარეშე ხდომები დაგჭირდება. ამიტომ გთხოვთ, რომ აქედანვე მომზადებული იყოთ. რაც შეეხება მიმდინარე კვირას, გვაჩვენებს კიდევ განსახილველი კანონპროექტები, თუმცა არსებული რაც გვაქვს დაახლოებით როგორც ვანგარიშოთ, სავარაუდოდ 2 დღე დაგჭირდება სამშაბათი, ოთხშაბათი პლენარის ხდომებისთვის და სავარაუდოდ ხუთშაბათი პარასკევის საჭირო აღარ იქნება. გარდა ამისა, გეტყვით, რომ ზოგადად რაც შეეხება საშემოდგომო სესიას, ან მომავალ კვირას იქნება რიგარეშე ხდომები და არა რიგარეშე სესია, ვინაიდან სესია იხურება 19 დეკემბერს და ამიტომ 19 დეკემბერს, ვინაიდან არასესიო კვირა არის, ჩვენ გვექნება ბიუროს ხდომა და ბიუროზე დავხურავთ საშემოდგომო სესიას, ამიტომ ესეც გთხოვთ, რომ ბიუროს წევრებმა გაითვალისწინოთ, რომ მიმდინარე, ანუ მომდევნო 2 კვირის განრიგი დაახლოებით ასე იქნება. ხვალ და ზეგ სამშაბათი, ოთხშაბათი პლენარის ხდომები, ბიუროს ხდომების გვექნება, რა თქმა უნდა, ვინაიდან დაჩქარებული პროექტები არის. მომავალ კვირას ორშაბათს ბიუროს ხდომა, სამშაბათს და ოთხშაბათს 16-17 დეკემბერი იქნება სავარაუდოდ უკვე რიგარეშე ხდომები და 19 დეკემბერს პარასკევს გვექნება ბიუროს ხდომა, რომელზეც საშემოდგომო სესიას დავხურავთ. რაც შეეხება დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს, განსახილველ საკითხებში გვაქვს მე-4 საკითხად თავდაცვის კოდექსში ცვლილება, მე-7 ეროვნული ბანკის შესახებ კანონის ცვლილების პაკეტი, მე-9 არაგვის დაცული ლანდშაფტის კანონი, მე-10 განათლების ხარისხის განვითარების შესახებ კანონის ცვლილება მესამე მოსმენით, ადრეული სკოლამდელი აღზრდის განათლების შესახებ კანონის ცვლილება, მე-13 იარაღის შესახებ ცვლილების პაკეტი, მე-18 სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ მეორე მოსმენით პროექტი, 23 მთავრობასა და საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის შორის ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის სწავლებისა და თანამშრომლობის ოქმის რატიფიცირება, 24 საკითხად 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი, 25 საკითხად თავდაცვის რაოდენობის დამტკიცების დადგენილება, 26 საკითხად საბიუჯეტო კოდექსში ცვლილება. რაც შეეხება ახალ ინიციატივებს, განსახილველ საკითხებზე კიდევ დავამატებ იმასაც, რომ მათ შორის ჩვენ მესამე მოსმენებისთვის გვჭირდება, როგორც იცით, რიგარეშე ხდომები, ხოლო რაც შეეხება ბიუჯეტს, მიმდინარე კვირაში მივიღებთ 2026 წლის ბიუჯეტს. რაც შეეხება ახალ საკანონმდებლო ინიციატივებს, პირველი გახლავთ სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ კანონში ცვლილების პაკეტი. ჯანმრთელობის დაცვის კომიტეტი წამყვანი სავალდებულო საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტს გამარტივებული წესით განხილვის მოთხოვნა და თხოვთ მშევლოთ ამას. კი ბატონო, გთხოვთ ახმოვანს გამარტივებული წესით. შემდეგ იარაღის შესახებ კანონის ცვლილება. აქაც გამარტივებული წესით განხილვის მოთხოვნა, თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი. კი ბატონო, გთხოვთ აქაც ახმობას. შემდეგი გახლავთ ტურიზმის შესახებ კანონის ცვლილება. აქაც გამარტივებულის მოთხოვნა, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი. კი ბატონო, გთხოვთ გამარტივებულს ხარი დავუჭიროთ, ვადების ცვლილებებია. შემდეგი გახლავთ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონის ცვლილება. აქ დაჩქარებულის განხილვის მოთხოვნა, წამყვანი იურიდიულ საკითხთა კომიტეტი თავდაცვის და უსაფრთხოების სავალდებულო დასკვნისთვის. კი ბატონო, რა გქონთ? მადლობა ბატონო თავმჯდომარე. გთავაზობთ, რომ გამომდინარე იქიდან, რომ წარმოდგენილი კანონპროექტის მთლიანი სულისკვეთება თავდაცვის სამინისტროს სისტემას ეხება, წამყვანი კომიტეტად განისაზღვროს თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტი, ხოლო თუ საჭირო იქნება იურიდიულ საკითხთა კომიტეტი შესაბამისი რეკომენდაციით, რა თქმა უნდა, ჩავერთვებით და მხოლოდ ერთი კომიტეტი იყოს თავდაცვის კომიტეტი. დიახ. ეხება ცვლილებას, რომელსაც ორ დასაქმებაში შეუთავსებები სპეციალურ გამომდინარე იქიდან, რომ თავდაცვის სამინისტროში სპეციალურ მოწესრიგებას საჭიროებს, თავდაცვის კოდექსით განისაზღვროს და არა განისაზღვროს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კანონით და გამომდინარე იქიდან, რომ მთლიანად სისტემურად თავდაცვას ეხება, ამიტომ მიზანშეწონილია, რომ თავდაცვის სამინისტრომ შეხედოს თავისი კუთხით და აქ იურიდიული საკითხი ნაკლებად არის.
კი ბატონო, გადაცვლის თავდაცვის კომიტეტი განსაზღვრავს წამყვანი კომიტეტი, სავალდებულო კომიტეტის გარეშე და ასევე გთხოვთ მხარდაჭერას, რომ დაჩქარებული წესით განვიხილოთ. მადლობა. ადმინისტრაციულ სამართლებრივთა კოდექსში ცვლილება. აქაც იურიდიულია წამყვანი და სავალდებულო გარემოს და ეკონომიკური თქმულება. კი ბატონო, გისმენთ ბატონო. მადლობა. აქაც გამომდინარე იქიდან, რომ საკითხი ეხება ტექნიკური რეგლამენტის სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი პლასმასის მასალებისა და ნაკეთობების საგნების შესახებ მოთხოვნების დარღვევას. ეს ნაკლებად წარმოადგენს იურიდიულ საქმეს და სისტემური ცოდნა და გამოცდილება ამ კუთხით უფრო მეტი აქვს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს. ამიტომ გთავაზობთ, რომ წამყვანი კომიტეტი აღნიშნული კომიტეტი იყოს, თუ რა თქმა უნდა კომიტეტი არ იქნება წინააღმდეგი და იურიდიულ საკითხში რა თქმა უნდა ისევ და ისევ ჩვენც ვიქნებით ჩართულებიც. გამომდინარე იქიდან, რომ მნიშვნელოვანია რომ მოესწროს პროექტების განხილვა, ამიტომ ერთი კომიტეტის გთავაზობთ ისიც გარემოს. მაშინ წამყვანი გარემოს დაცვის კომიტეტი სავალდებულო კომიტეტის გარეშე და დაჩქარებული წესით განხილვა. თუ სავალდებულო ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი არის შემოთავაზებული. მოდით სავალდებულო მაშინ გადავწყვეტ მაინც ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტსაც, ვინაიდან ეხება წარმოების საკითხებს და განსაზღვროთ, ესე იგი წამყვან კომიტეტად გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი, სავალდებულო კომიტეტად ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი და ასევე ვთხოვთ თანხმობას დაჩქარებული წესით განხილვასთან დაკავშირებით. მადლობა. შემდეგი რადიაციული დაცვის ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ განხილვა. დაჩქარებული წესით განხილვის მოთხოვნა გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი თავდაცვის და უსაფრთხოებას სავალდებულო. კი ბატონო, გთხოვთ თანხმობას დაჩქარებული წესით განხილვაზე. მადლობა. ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში ცვლილება. ჩვეულებრივი წესით მიდის სოფლის მეურნეობის კომიტეტი წამყვანი, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი სავალდებულო. კი ბატონო, თავდაცვის კოდექსში ცვლილება. აქაც დაჩქარებული მოთხოვნა თავდაცვის და უშუალოების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი. კი ბატონო, გთხოვთ მხარდაჭერას დაჩქარებულზე. მადლობთ. სივრცის დაგეგმარების არქიტექტურული და სამშენებლო წესრიგი. აქ გამარტივებული მოთხოვნაა წამყვანი კომიტეტი ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი. კი ბატონო, აქაც გთხოვთ თანხმობას გამარტივებულ წესზე. მადლობთ. ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონში ცვლილების აქაც პაკეტი. გამარტივებულის მოთხოვნა ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტის სტატუსი. კი ბატონო, გამარტივებულს რომ უყაროთ კენჭი, მადლობთ. შემდეგი საბაჟო კოდექსში ცვლილება. და საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბატონო, შესახებ კანონშია ცვლილება, პაკეტია მთლიანად ეხება შესაძლოა კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს და მათ საბაჟო რეგულირება, შესაბამისად იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტის სტატუსით არის და საფინანსო საბიუჯეტო სავალდებულო კომიტეტის სტატუსით ახაც დაჩქარებული წესით. კი ბატონო, გთხოვთ ბატონო არჩო. მადლობა. თხოვნა და შემოთავაზება გვექნება, რომ აღნიშნული კანონპროექტის განხილვის ვადები სათვალ დაიწყოს შემდეგი კვირიდან, როგორც თქვენ ბრძანეთ ბატონო თავმჯდომარე, გვექნება შესაბამისად 2 პლენარული სხდომა და იმ კვირაში, მომავალ კვირაში რომ განვიხილოთ და არა ამ კვირაში, გამომდინარე იქიდან, რომ ბევრი ისეთი კანონპროექტი და ინიციატივა, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს და შესაბამისად რომ გადავანაწილოთ რესურსებიც. ალბათ გულისხმობთ პლენარული სხდომის ვადებს და განხილვის კომიტეტებში ამ კვირიდან, ხო? კომიტეტებში შესაძლებელი იყოს აქედანაც რომ დავიწყოთ, მაგრამ თუ ვერ მოესწრო, შემოსავსებადაც შეიცვალა. კი ბატონო, მოკლედ დაჩქარებულზე მივიღოთ გადაწყვეტილება და მომავალ კვირას განვიხილავთ რიგარიშის სხდომების ფარგლებში. შემდეგი უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილება პაკეტი. აქაც დაჩქარებული წესით განხილვის მოთხოვნა განათლების მეცნიერების და ახალგაზრდა საქმეთა კომიტეტი წამყვანი ეკონომიკური პოლიტიკის საფინანსო და სპორტის კომიტეტი სავალდებულოა. თემატურად ითხოვს და განაჩენს კომიტეტებს. კი ბატონო, თუ რაიმე შენიშვნები არის სავალდებულო კომიტეტებთან დაკავშირებით, მაშინ ასე და დაჩქარებულ წესთან დაკავშირებით გქონთ ასევე გადაწყვეტილებას. მადლობთ. შემდეგი მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემის სრულყოფის შესახებ. აქაც დაჩქარებულის მოთხოვნაა იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის და სოფლის მეურნეობის სავალდებულო დასკვნას. ანალოგიური თხოვნა გვექნება, რომ ეს ინიციატივაც განხილული იქნეს ვადების განისაზღვროს, რომ შემდეგ კვირაში მოხდეს პლანოს თემაზე განხილვა. კი ბატონო, დაჩქარებულზე გთხოვთ გადაწყვეტილებას. მადლობა და შემდეგ კვირას იქნება რიგარიშის სხდომების ფარგლებში განხილვა. შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონში ცვლილება. აქაც დაჩქარებულის განხილვის მოთხოვნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წამყვანი კომიტეტი.
თხოვთ აქაც დაჩქარებულ განხილვაზე თანხმობას. მადლობთ. ახლა შეეხება საორგანიზაციო საკითხებს. ერთია კიდე ინიციატივებში ხელშეკრულება რიგით 30. 30 კი ბატონო, შინაგანსაკუთრების სამინისტროსა თურქეთის რესპუბლიკის ეროვნულ თავდაცვის სამინისტროს შორის შინაგანსაკუთრების სამინისტროს სახელმწიფო საკულტო დაწესებულებები საქართველოს საზღვაო პოლიციის სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მომსახურების ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში ზღვისმცველი მონაწილეობის თურქეთის რესპუბლიკის საზღვაო ძალების ხომალდებზე განთავსებასთან დაკავშირებით ტექნიკური შეთანხმება. თავდაცვის დაშვრების კომიტეტი წამყვანი სავალდებულო საგარეო ურთიერთობათა და საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტი. კი ბატონო, რაც შეეხება საორგანიზაციო საკითხებს, კენსახელი გვაქვს ჩვენ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 1 დეკრეტის განკარგულება. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესი წარმოადგენელი პოლიციის შესახებ დაჩქარებული წესის განხილვის მოთხოვნის შესახებ და უნდა გეჭვუღარ თუ დაჩქარებულად იქაც განხილული. გთხოვთ თანხმობას, მადლობთ. შემდეგი უნდა იყაროს პაკეტის დაჩქარებულ წესით განხილვას, მასთანავე ცნობად მისაღები არის პაკეტიდან კანონის პროექტის გამოთხოვა. კერძოდ ეხება დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო საჭიროთა აღსრულების წესს და მოქალაქეებს საქართველოს გასვლის შესახებ. ანუ ამ კანონს განითხოვენ დანარჩენ პაკეტს რომ დაჩქარებულად ეყო. კი ბატონო, გთხოვთ თანხმობას, მადლობა. ასევე უნდა დავამტკიცოთ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის წარდგინება ედიშერ თოლორაიას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პარლამენტის მეგობრობის ჯგუფის წარდგენასთან დაკავშირებით. გთხოვთ თქვენს თანხმობას, მადლობთ. შემდეგ ახლა ცნობად მისაღების საკითხები მთავრობის ადმინისტრაციის მომართვა უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონური პროექტების გამოთხოვის შესახებ. ასევე ცნობად ვიგეთ პარლამენტის წევრების ანგარიშს 2025 წლის 17 ნოემბერს კოსაპის კონფერენციაში მონაწილეობასთან დაკავშირებით. ასევე წარმოადგენელი არის პეტიცია დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებულ პაციენტთა მშობლების ორგანიზაციის მხრიდან და ნამდვილობის შესამოწმებლად გადაეცემა საპროცედურო საკითხთა კომიტეტს. და ბოლოს საკითხი გახლავთ ლობისტის ანგარიში, ლობისტური საქმიანობის კანონში მე-13 მუხლით გათვალისწინებული ანგარიში, რომელიც წარმოადგენელი არის თქვენი ინფორმაციისთვის. სხვა საკითხები თუ არ არის, ხვალ 12-ს რომ დაგდება 15 წუთი გვექნება ბიუროს ხმა, შემდეგ უკვე 12 საათზე პლენარული ხმა. ბიუროს ხმა დახურული.